თავი 33. აი ისრაელიანთა მგზავრობანი, როცა გამოვიდნენ ისინი ეგვიპტიდან ლაშქარ-ლაშქარ, მოსესა და აარონის წინამძღოლობით. აღწერა მოსემ უფლის ბრძანებით მათი გამოსვლა და მგზავრობანი. აი მათი მგზავრობანი გამოსვლისას. რამზესიდან გაემგზავრნენ პირველი თვის მე-15 დღეს. პასექის მეორე დღეს გავიდნენ ისრაელიანები გაბედულად მთელი ეგვიპტის თვალწინ. მარხავდნენ ეგვიპტელები პირმშოებს, რომლებიც დაუხოცა მათ უფალმა და მათ ღმერთებსაც მიაგო სასჯელი უფალმა. გაემგზავრნენ ისრაელიანები რამზესიდან და სუქოთში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში, რომელიც უდაბნოს კიდეზე მდებარეობს. გაემგზავრნენ ეთამიდან და გაემართნენ ფი-ჰახიროთისკენ, რომელიც ბაალ-ცაფონის ზემოთ მდებარეობს და მიგდოლის წინ დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ფი-ჰახიროთიდან შუა გადაჭრეს ზღვა უდაბნოს მიმართულებით, გაიარეს 3 დღის გზავალი ეთამის უდაბნოში და მარაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ მარადან და ელიმში მივიდნენ. 12 წყარო და 70 ფინიკის ხე იყო ელიმში. იქ დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ელიმიდან და მეწამულ ზღვასთან დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ მეწამული ზღვიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და დობკაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ დობკიდან და ალუშში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ალუშიდან და რეფიდიმში დაბანაკდნენ. იქ არ იყო სასმელი წყალი ხალხისთვის. გაემგზავრნენ რეფიდიმიდან და სინაის უდაბნოში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ სინაის უდაბნოდან და კიბროთ-ჰათავაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ კიბროთ-ჰათავიდან და ხაცეროთში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ხაცეროთიდან და რითმაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ რითმადან და რიმონ-ფარეცში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ რიმოთ-ფარეციდან და ლიბნაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ლიბნადან და რასაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ რასადან და კეჰელათაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ კეჰელათიდან შაფერის მთაზე დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ შაფერის მთიდან და ხარადაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ხარადიდან და მაქხელოთში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ მაქხელოთიდან და თახათში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ თახათიდან და თარახში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ თარახიდან და მიტკაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ მიტკადან და ხაშმონაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ხაშმონიდან და მოსეროთში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ მოსეროთიდან და ბნე იაყაკანში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ბნე იაყაკანიდან და ხორ გილგათში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ხორ გილგათიდან და იატბათაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ იატბათიდან და აბრონაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ აბრონიდან და ეციონ-გაბერში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ეციონ-გაბერიდან და ცინის უდაბნოში დაბანაკდნენ. ეს კადეშია. გაემგზავრნენ კადეშიდან და ხორის მთაზე დაბანაკდნენ, ედომის ქვეყნის საზღვარზე. ავიდა აარონ მღვდელი ხორის მთაზე უფლის ბრძანებისამებ და მოკვდა იქ ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოყვანის მე-40 წელს, მე-5 თვის პირველში. 123 წლისა იყო აარონი, როცა მოკვდა იგი ხორის მთაზე. გაიგო ქანაანელმა ყარად მეფემ, რომელიც ქანაანის ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდა ისრაელიანთა მოსვლა. გაემგზავრნენ ხორის მთიდან და ცალმონაში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ცალმონიდან და ფუნონში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ფუნონიდან და ობოთში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ობოთიდან და იიმ-ყაბარიმში დაბანაკდნენ, მოაბის საზღვარზე. გაემგზავრნენ იიმიდან და დიბონ-გადში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ დიბონ-გადიდან და ყალმონ-დიბლათაიმში დაბანაკდნენ. გაემგზავრნენ ყალმონ-დიბლათაიმიდან და ყაბარიმის მთებზე დაბანაკდნენ ნებოს წინ. გაემგზავრნენ ყაბარიმის მთებიდან და მოაბის ველზე დაბანაკდნენ, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად. დაბანაკდნენ იორდანეს პირას ბეთ-იეშიმოთიდან აბელ-შიტიმამდე, მოაბის ველზე. ასე ელაპარაკა უფალი მოსეს მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად. ელაპარაკა ისრაელიანებს და უთხარი მათ: როცა გადახვალთ იორდანის გაღმა ქანაანის ქვეყანაში, აღყარეთ თქვენს წინაშე ქვეყნის მკვიდრნი, გაანადგურეთ ყველა მათი გამოსახულება და ყველა მათი ჩამოსხმული კერპი და მოუშალეთ ყველა გორაკი. დაემკვიდრეთ ქვეყანა და დასახლდით იქ, რადგან თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა დასამკვიდრებლად. დაუნაწილეთ წილისყრით ქვეყანა თქვენს გვარეულობებს,
მრავალ რიცხვოვანს მეტი წილი მიეცით, მცირე რიცხვოვანს ნაკლები წილი მიეცით. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ დაემკვიდროს. მამა-პაპის შტოთა მიხედვით დაინაწილეთ. თუ არ აყრით ქვეყნის მკვიდრთ, იქ დარჩენილი ეკლად ექცევიან თქვენს თვალებს და ნემსებად თქვენს ფერდებს. შეგავიწროებენ იმ ქვეყანაში, სადაც იცხოვრებთ. და რაც განმიზრახავს თქვენთვის გასაკეთებლად, გაგიკეთებთ.